გაჩვენებთ კიდევ ერთ ძეგლს, რომელსაც თბილისში დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება მოჰყვა. ეს ძეგლი განთავსებულიაავლაბრის მეტროს წინ, თუმცაავლაბრის მეტროს მშენებლობა განახლება მიმდინარეობს უკვე 1 წელიწადზე ბევრად მეტია და საშინელ მდგომარეობაშია. აი ასეთია ეს ძეგლი. შეფასება თქვენთვის მომინდია. და რაც შეეხება წარწერას, ავტორს, იგივე ფონდის მიერ არის განთავსებული ზაარ ბრიუკენის მოედანზეც ის ძეგლი, რომელიც ბევრად უფრო დიდი ხმაურით იყო წარმოჩენილი განთავსების შემდეგ და მოსახლეობა მოითხოვდა კიდევაც მის აღებას. ასეთია ეს ძეგლი. ერთი პრობლემაც, რომელიც თბილისში არსებობს, ეს არის ძეგლების და ფასადების დასუფთავება. არ ხდება ეს ხშირ შემთხვევაში და ძალიან ცუდია. ჩემი აზრით, მერიამ უნდა დაავალდებულოს კერძო ბიზნესიც, რომ მიხედონ სასტუმროების თუ სხვადასხვა დაწესებულებების ფასადებს. შეიძლება მარიოტის შენობა დედაქალაქის ცენტრში თავისუფლების მოედანზე იყოს რაღაც საშინელ მდგომარეობაში. და დაბინძურებული აი ამ ბინძური წვიმის წყლით. და ესეთი ბევრია სამწუხარო და ეს ძეგლიც ასევეა დაბინძურებული. აი ნახეთ, კარგად დააკვირდით. რაღაც 2 თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ მაინც უნდა დაასუფთავონ, თუ კი ასე ძალიან მოსწონთ და ასე ძალიან არიან მოხიბლული, ვთქვათ, ამ ძეგლებით. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, როგორ აფასებთ. მოგწონთ თუ არა, მე მაინც თავს ვიკავებ რაღაც ესეთი კონკრეტული შეფასებისგან. თუმცა ესე არ ჩანს ზუსტი ნიშნულობა ამ ძეგლის თუ კარგად არ დააკვირდი, იფიქრე და საკუთარი ვერსია არ მოძებნე იმისა თუ რა ჩაიფიქრა ავტორმა. აბსტრაქცია ერთგვარ, ხო? კარგად იკვეთება ადამიანის სახე აქ. თუ დააკვირდებით, ნახავთ. ჩემი აზრით, მაინც რაღაცნაირი ფორმა უნდა იყოს მოძებნილი, რომ საზოგადოებასთან შეთანხმებით ხდებოდეს ძეგლების განთავსება დედაქალაქში და არა მარტო დედაქალაქში, მთელ ქვეყანაში. ძალიან მარტივია დღევანდელ დროში ეს, თუნდაც Facebook-ში განთავსდეს ფოტოები და იქ ადამიანებმა დაწერონ თავიანთი შეფასება. ან კიდევ ვებგვერდზე ხდებოდეს მის მიცემა, მოსწონს თუ არა, თქვათ საზოგადოებას ესა თუ ის ძეგლი, რომლის განთავსებაც იგეგმება და ეს უფრო მარტივი იქნებოდა, შემდეგ არავინ არ გამოთქვამს უკმაყოფილებას და ეს თავისუფალი ხელოვნების ფონდი თუ არ მეშლება. ზუსტად თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი უკაცრავად რაღაც თვითნებურად მოქმედებს თითქოს რა, ესეთი შთაბეჭდილება მაქვს და ეს არ არის სწორი. მით უმეტეს დედაქალაქის ცენტრალურ უბანში ხდება ეს. თუ გააქვთ ინფორმაცია, მე ვიდეოს გადაღების შემდეგ მოვიძიებ უფრო დეტალურად შინაარსის შესახებ ინფორმაციას და თუ კი ვიპოვნე ასეთი რამ, კომენტარებში აუცილებლად დავწერ და თქვენ თუ გააქვთ ინფორმაცია, თქვენც დაწერეთ რა ნიშნულობის არის ეს ძეგლი და რა არის გამოსახული მასზე. კი ესა ვიმეორებ, მეორე ძეგლია, რომელიც თქვათ ხმაურს იწვევს თბილისში. და გვახსოვს ჩვენ ძალიან კარგად მესტიის ინციდენტი, როდესაც წინა ხელისუფლების დროს მესტიაში განთავსდა თამარ მეფის ძეგლი, სადაც თამარ მეფის გამოსახულება იყო ძალიან დამახინჯებული იყო თავად ცხენიც, რომელზეც თამარ მეფე იყო შემჯდარი და რაღაც დეფორმირებული სახე ქონდა იმ ძეგლს და ამაზე დიდი ხმაური ატყდა მაშინ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ძეგლი მესტიაში კვლავ რჩება, ეს სკანდალური ძეგლი. სულ 3 ძეგლს ვიხსენებ, აი, რომელიც თქვათ ხმაურს იწვევს საქართველოში
ეს ძეგლია, რომელსაც ახლა უღებს არბრიუკენის ძეგლი და მესამე თამარ მეფის ძეგლი მესტიაში, რომელიც თამარ მეფეს ნამდვილად არ გავს, რაღაც გასიებული ცხენია და თამარ მეფის სახე კი ისეა დავიწროვებული, რომ პროპორციაში არ მოდის სხეულთან. Google-ში შეგიძლიათ ეს ძეგლიც ნახოთ, ჩაწეროთ და თამარ მეფის ძეგლი მესტიაში.